საღამო მშვიდობის ჩემო მეგობრებო და პირველ რიგში მინდა მოვიკითხო ჩემი საყვარელი ხალხი და აღვნიშნო და გამოვხატო მადლიერება დედაქალაქში თბილისში ჩემი საზოგადოების მიმართ რომ ძალიან ბევრი სიტყვა დამხვდა ერთი თვეარად ჩამოვედი და აი რო იტყვიან პირდაპირ ასე მნიშვნელობით გადავალ იმ საკითხებზე რომ მათ არ უნდათ რომ დავბრუნდეთ ჰელავში იმიტომ რომ ისინი გამოხატავენ ყველანაირ ხარშიამოდგომას აფიქსირებენ თავის პოზიციას თავიანთი სიყვარულით თავიანთი პატივისცემით და თბილის სიტყვებით და მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქში ყველა მაცხოვრებელ ადამიანს ვინც გვერდში უდგა ქეთი ეგიდუნაშვილს ასევე მინდა თქვა ბევრი რამ დავაფიქსირო რომ ეს ყველაფერი ხდება რაც თბილისში წამოვედი მეტად გავძლიერდი რწმენაში დავდივარ სამებაში დავდივარ მეტეხის ეკლესიაში მყავს მოძღვარი ჩავაბარე უკვე აღსარება ძალიან დიდი სიტყვა მივიღე ღვთაებრივი ასე მინდა გამოვხატო და რა თქმა უნდა ჩემი პირველი მიზანი არის უფლის წინაშე და საქართველოს წინაშე ჩემი ვალი არის რომ ჩემი ცხოვრება მივიყვანო ბოლომდე რა მიზანით დავისახე თვითნებურად და არავის სწავლებით და არავის ჩარევით თქვენ კარგად იცით რომ ქეთევან ეგიდუნაშვილი არც სპონსორი ყავს არც არანჟირებელი ყავს მთელი მსოფლიო გამოხატავს მის ლაივებს და უყვართ მისი სიმღერები ვიდეო და ყველგან ქეთი ეგიდუნაშვილზე მიდის საუბარი ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში. აი არ ვიცი როგორ მე თვითონ როგორ ახსნა ეს ყველაფერი სიტყვები მიჭირს, იმიტომ რომ ძალიან შავი პიარით დიდი პოპულარობა მომიტანა საქართველოში ხალხმა და მინდა აღვნიშნო ასეთი რამე რომ როდესაც მე TikTok-ში შევდივარ ან ინტერნეტ სივრცეში შევდივარ ყოველთვის საუბრობ ისეთი საუბარი მიმყავს არავის არ ვანწყავ არავის არ ვაბულინგებ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ პირიქით რეიტინგული ხალი ვარ ყოველდღე თითქმის 2200 ადამიანი მიყურებს ეხლა უფრო მეტად 5000 კაცი მიყურებდა წუხას საღამოთი აი ეს არის უკვე იმდენად როგორც კი ჩემს რამეს შეიგრძნობენ რომ მე ვინმე რამეს მიჩალიჩებს ან მაშანტაჟებს ან დაუშვათ რამითი მემუქრებია მთელი 10000-ობით კაცი ვარდება TikTok-ში და ყველა ძალა მაგრდება რომ იქ ვერავინ მე ზედმეტ სიტყვას ვერ მაკადრებენ და რატო გეტყვით ამას ყოველთვის მე პირველი ვიტყვი ამას მე ღმერთთან მიყვარს სიმართლეზე საუბარი და ჭეშმარიტებაზე საუბარი ჩემი სიკეთე არის ბევრად გაცემული ადამიანების მიმართებაში და ყოველთვის ავცდილობ ვიყო ისეთი პიროვნება რომ გავაკეთო ბევრი რამ კარგი ჩემი ხალხისთვის და ჩემი სტრიმერებისთვის თუმცა იმდენად გაბოროტებულები ხართ და იმდენად დაბუღმავებულები ხართ რომ ვერ მიაღწიეთ თქვენი ნიჭით თქვენი უნარებით ასეთ პოპულარიზმს და ასეთ რეიტინგს და ყოველთვის ვცდილობთ იმას რომ ეს ერთი ქალი რომელიც თავისებურად წავიდა ასეთ საფეხურებზე და მიაღწია საქართველოს დედოფლობას და ზვესდობას მსოფლიოში ხო ეს ყველაფერი მოხდა თვითუნებურად რომ მეც არ ველოდი და თქვენ ხედავთ თბილისში რომ დავდივარ მტკვარზე რესტორნებში ყველგან უფასო მემსახურება მაქვს ესე იგი ეს ყველაფერი საიდან მოხდა კარგად ხედავთ რომ მე რამდენ განსაცდელში ვარ რამდენი შეურაცხადი სიტყვები მოდის თქვენგან რამდენი ლანძღვაგინება რამდენი მუქარა მოდის რამდენი იქამდეც მიგიყვანივართ რომ ადამიანი რამის მიიყვანოთ სარეცელამდე ასე რომ ვთქვა სიცოცხლე მოუსწრაფოთ მაგრამ ხო ხედავთ რომ მე რო ღმერთთან ახლოსა ვარ და ლოცულობ გალობ და ჩემი სიყვარული მიმტევებლობას გამოხატავს ბოროტი ადამიანების მიმართებაში მეტად მიცავს უფრო ხალხიც და უფარის და საზოგადოებაც აი თქვენი გონება ამას ვერ ხვდება აი ბევრჯერ მისაუბრია და მითქვია ხალხო არ მინდა რომ თქვა ასეთი რამე მაგრამ აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ეს ყველაფერი თუ არ შეიცვლება ადამიანის სიკეთის მხრივ და არ იქნება ის ადამიანის მოსიყვარულე მეგობრების მიმართ, სტრიმერების მიმართ, საზოგადოების მიმართ
ის ვერასდროს ვერ წავა წინ ცხოვრებაში და ვერასდროს ვერ მოიპოვებს მადლს. არასდროს არ მიყვარს კიდე გეუბნებით მე ხალხის ლანძღვა გინება. აქეთ თქვენ არ იცით რა დონეზე მათრიოთ, რა დონეზე შემაშინოთ, რა აღარ მაშანტაჟოთ, მაგრამ ხო ხედავთ რომ უფალი როგორ მომაგრებს. ხალხს როგორ უყვარვარ, აი დაფიქრდით რომ თქვენ რაც ბულინგს მიკეთებთ, მეტი საზოგადოება გულში მიხუტებს და მიკრავს და რატო? და რო იცახით, ჩემი ბიჭი არის 13 წლისა. მე და ჩემი შვილი ვართ უკვე ძმაკაცები, დედაშვილი აღარა ვართ. მან ჩემი აზრები და პოზიცია იცის, რომ დედა იბრძვის ბინისთვის. დედა იბრძვის ბინისთვის, რომ ბავშვი, რომელიც სწავლობს ართანაში 13 წლისა და სკოლას დაამთავრებს 3 წელიწადში, თეატრალურზე უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში თბილისში. ყავს ნიჭიერი ბავშვი, უნიჭიერესი. ამიტომ დედა იმდენად იბრძვის და იღწვის ყველაფერს ვიკლებ. აი ყველაფერს თუ სადმე თქვენ გონიათ რომ მე გაწევები არა მაქვს და ბათუმში ფეხზე მიდგა აჭარა, ასობით ზარი შემოდის ჩავიდე კონცერტი ჩავატარო. ასევე ქუთაისში, ასევე რაჭაში, აი სადაღარ იტალია, ესპანეთი, მაგრამ ხო ხედავთ რომ მე ესენი არ მაინტერესებს. იმდენად ავარ მე ჩემს ცხოვრებაზე, აი როგორ ვთქვა დაპროგრამებული და ჩემი ცხოვრებაში ის აზრის რომ ყოველი დღე მე ჩემი შემოსავალი რაც შემოდის ხალხისგან და მაყურებლისგან და თამაშებიდან თუ როგორ ხო ეს ყველაფერი მე მოვაკონციტრო რომ ჩემ შვილს ერთოთახიანი ბინა შეუძინო თბილისში რადგან მე ჩემი შვილი მიყვარს უზომოდ ბევრს უთქვია რომ შვილით მანიპულირებს მე შვილით კი არ მანიპულირებ ღმერთმა შეგინდოთ ეს სიტყვები ღმერთმა გაპატიოთ და შეგინოთ, რადგან თქვენ არ იცით. შვილით კი არ მანიპულირებ, ჩემი შვილის გამო სიცოცხლეს ვწირავ, რომელი დედას წირავთ. აი დამაგებინეთ, ხო გყავთ თქვენ შვილები. მე არ გამიგია, ძალიან გამორჩეული დედა უნდა იყოს, რომ შვილის გამო ყველა სიკვდილისაც კი ჩახედოს თვალებში და ტოლფასი გახდეს მისი ცხოვრება. ამდენი შანტაჟები, ამდენი რისკი, ამდენი ყველაფერი, მაგრამ მაინც ვიბრძვი ბოლომდე. სიკვდილათაც, აი რისკად მიჯდება ეს ყველაფერი. მაგრამ მე რომ დავისახე ხალხი მიდგა უკან მთელი საქართველო მთელი ქვეყანა მთელი რელიგიური სამყარო მთელი მერია ყველა მხრიდან კრიმინალური პოლიცია გინდა საპატრულო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო უშიშროება მთელი საქართველო დგა ქეთევან ეგიდუნაშვილის გვერდით ამიტომ თქვენი ყველა სიტყვა არის უძლური რადგან ქეთი ეგიდუნაშვილის სიტყვას ერთ სიტყვას რო ვიძახი ყველა პატივისცემას გამოხატავს ისინი არ გამოხატავენ წარმოგიდგენიათ შევდივარ ისეთ ცნობილ საზოგადოებასთან და ისეთ პირებს ვხვდები აი იმდენად ცნობილ და იმდენად ისინი იმდა თავს და გამოხატავენ იმ სიყვარულს რომ წინ მაყენებენ მე წარმოგიდგენია და ჩემ სიტყვას ანიჭებენ დიდუფლებას ეს რამხელა პატივია ჩემთვის წარმოგიდგენიათ და ყოველი სიტყვას რამხელა ძალა უფლება ენიჭება ამიტომ გეუბნებით ვერაფერს ვერ მიზავთ თქვენ თავებს დააზიანებთ თქვენ თავებს ჩაწიხლავთ თქვენ მე მოგიბრუნდებათ ბუმბერანგი უკან ღმერთი არის ყველაზე დიდი მოსამართლე, თუმცა მე არავისთვის სიბოროტე და სიძულვილი არ გამაჩნია. ამიტომ ნუ გშურთ ჩემი, ნუ იბოღმებით, ნუ სკდებით, ისწავლეთ ცეკვა, ისწავლეთ სიმღერა, იყავით ისეთი ადამიანები, როგორც უყვარს საზოგადოებას, საქართველოს ბავშვებს, ახალგაზრდებს. აი ისეთი ხალხი უნდა იყოთ, უფალი უნდა გიყვარდეთ პირველ რიგში და ქრისტიანული სამყაროს უნდა სცემდეთ პატივს. პირველ რიგში უფალთან უნდა იყოთ მართალნი და წფელნი გულითა. თქვენში უნდა იყოს სულიწმინდის ტაძარი აშენებული. თქვენში უნდა იყოს განცდა შიშისა და ცოდვებისა, არა ხალხის ლანძღვისა, თრევისა, ცილის წამებისა. როგორ გაინათლებით, როგორ მიიღებთ სულიერ აკადემიურ სწავლებას, როცა ერთმანეთის ლანძღვაში ათენებთ და აღამებთ. როცა ერთმანეთის გივნებაში და წყევლაში ხართ. ხალხო, გუშინ საქველმოქმედო ლაივი ჩავატარეთ, ძალიან კარგი პიროვნება არის გზას სოფლისაკენ ზუგდიდელი ბიჭი, ყავს მას ინვალიდი შვილები და ძალიან ბევრი თანხა ავაგროვე ჩემს ლაივში და დიდება უფას და მეხმარა ხალხი ამ დარგში და ასევე გაუკეთა დიდი დონაცია, როგორც კი უცბად შემოვიდა ეს ბიჭი, სწრაფად ავარდა თანხების ჩარიცხვა. იმდენ პატივს ამცირესმა საზოგადოება. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რომ ერთ საათში ბიჭს 5000 ლარი აუკუჩდა და დონაციაც ბევრი გაუკეთდა. აი იმიტომ მაგშურთო ქეთი ეგიდუნაშვილის პატივს ასცემს საზოგადოება, საზოგადოების ნაწილი და თქვენ ვერ შეგყავთ ვერც ხალხი.
ვერც გამოდიხართ ძალით გინათ რომ გამოიჩინოთ თავი და გახდეთ ესეთი სტრიმერები, პირველები და ქვეყნის ცნობადი სახეები. მე გართმევთ რამეს? მე არაფერს არ გართმევ. პირიქით. მე ახლა წლები წამივა და სულ არ ვიქნები ეს ახალგაზრდა და დამითმია თქვენთვის ეს ასპარეზი, რაც მე თავის წვრება გადავიტანეთ, კივილი გადავიტანეთ, შიშები და უბედურებები. მიფიქრია კიდე სადმე წავიდე დავისვენო ერთ ოთახში დავიმალო, ხალხმა აღარ დამინახოს ფოტოები, ვიდეოები და ავტოგრაფები აღარ გადაიღონ. იმდენად ავარ უკვე დაღლილო, სადაც ვცხოვრობ, იმ ადგილიდან მარტო ეკლესიაში მივდივარ, შემდეგ გავდივარ რომ გავისეინო ცოტა ხან ქალაქში, ვიყიდო რაღაცა ხო საჭმელი ანისად შემოვიდე დავჯდე სახში. იმიტომ რომ ხალხი გამდევს ზღვასავით ფოტოები და ავტოგრაფები. რა გავაკეთო მე? თუ ხალხმა გამხადა ასეთი და შემიყვარა, ჩემი ბრალი ხო არ არის. თქვენს გახდით ისეთი მომღერლები, მოცეკვავეები, შოუმენები, ბლოგერები, რომ ასახელოთ თქვენი გაართოთ ეს საზოგადოება ცუდების წერას, ბლანძღვას, გინებას, ხალხი გაამხიარულეთ. ხალხში შეიყვანეთ სითბო, სიყვარული, პოზიტივი. აი ეს უნდა ჩვენ საქართველოს. აი ეს ჭირდება დღევანდელ განსაცდელ ერში. საქართველოში რაც ხდება, თქვენს უნდა აჩვენოთ ღიმილი, პოზიტივი, მსახიობური ნიჭი, გამოავლინეთ კაცო. მე რა გავაშავე, მითხარით ერთი. მე ვინმეს რამე წაგართვით, ქონება წაგართვით, გონე ოჯახი დაგინგრიეთ, ვინმე მოგიკალი თუ რა ხდება, მართლა რამ გადაგრიათ ეს ხალხი ერთი გამაგებინა. სულ არ მინდა სიტყვაზე ვიძახი, მე სულიერობა მირჩევნია და სასუფეველი დავიმკვიდრო, ვიდრე მე მქონდეს ქონება, ცხოვრება და ჯოჯოხეთში წავიდე. აი იმიტომ გეუბნებით, გამოფხიზნით ხალხო. ნურავის ცირს ნუ დასწავეთ და ნურავის ნუ ლანძღავთ. თქვენ დაგიბრუნდებათ ბუმერანგი უკან. დამერწმუნეთ. ღმერთი მოწყალია, ღმერთი მოსამართლეა. ყველაზე მეტად ისხედათ. კიდევ ვიტყვი პირდაპირ გადავიწე, კაი გაძლევაო და ჩვენს ხელისუფლებას ამ საზოგადოების ხელში. ადრე თუ კრიტიკა მოდიოდა ქართული ოცნების მიმართ, ვაიმე ეხლა ფეხზე უნდა დაუდგე მე ამ ხალხს, იმიტომ რომ ეს ხალხი არასწორი ხალხია. ბატონო ბიძინა ივანიშვილოს საღვარ და ბრავო ამათ მოთმინებას რომ შენ უთმენდა ქალაქის მერი ასევე მივესალმები ბატონ ირაკლი კობახიძეს და ასევე ჩვენს პრემიერს ირაკლი კობახიძეს, ქალაქის მერს კახი კალაძეს და დანარჩენებს. ესე იგი, კაი გაძლება უნდა თქვენ საცოდავებო. თქვენი თავები, თქვენი ოჯახები ვერ დაგილაგებიათ პარლამენტის დალაგებას მიპირებთ და თქვენ უნდა აარჩიოთ პარლამენტი, თქვენ უნდა დააყენოთ, დაანგრიოთ ქვეყანა თუ უნდა აშენოთ ერთი მაინტერესებს. საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ თავში და გონებაში და თქვენ პარლამენტს დაალაგებთ. თქვენ ცხოვრებას წაიყვან წინ, დარეულები დასდევთ ერთმანეთს დასახულს და დასაჟლეტად იმის გამო რომ ის მეტ დონაციას იღებს, ის მეტ რეიტინგს იძებს და რომელ იმაზეა საუბარი აქ მითხარი, ჭამთ ერთმანეთს ფულის გამო. არ ვიცი, ღმერთმა დაგლოცოთ ხალხო, მშვიდობა მოგცეთ, გახარება მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ, ერთი რამ იცოდეთ, ჯანმრთელობის ფასი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. პირველ რიგში ინათეთ ჯანმრთელობა, სულიერობა. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ კიდევ დიდება უფალს ილოცეთ, გამოფხიზნით, აკეთეთ ბევრი კეთილი საქმე და უფალი აუცილებლად დაგიფასეთ. კარგად გრძელდებოდეთ.